ერთხელ მოხდა არარეალური რაღაცა. ყველა ადამიანმა მიიღო სუპერძალა, ზოგ შეუძლია დროის, ცეცხლის, წყალის, ჰაერის და დედის წყნის კონტროლი, ზოგი კიდევ უბრალოდ ყლეა და კაქტუსია. მაგრამ ეს ისტორია მაგაზე არაა. ეგ ისტორია არის მოსწავლეზე, რომელმაც შეძლო, ოღონდ შენზე არ ვიძახი ახლა. ვარა მაგარია, კიდე ვიღაცას უნდა ქალაქის განადგურება. გეფიცები, ამას ჯობდა საცოვი ქონოდა ქალაქში. ეს დიდი ხანი გაგრძელდება გონი. გასაგებია მას შეუძლია რომ დიდი გახდეს. საინტერესოა ცალკე სხეულის ნაწილების გადიდება შეუძლია? თუ ძამიკო, ამას ხალხში მაინც ნუიძა. მაგალითად ხელის რო პულტი მარტივად აიღოს, როცა დივანზე წევს. აუ რა გარყვნილი ყოფილვარ ბოდიში. ან ძუძუების ამის დედაც შევეცი რა მაგდას. ძამიკო. ბავშვებო, აგერ ვიფიქრე რა ყლეთ გჭირდებათ სწავლა. თქვენ ხო UA-ში გინდა ჩააბაროთ. თუმცა 95% თქვენსგან იდიოტებია, არა, პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით, ზოგი ვაფშე კვარი. მაგრამ ყავს ორი არჩეული ადამიანი. ეგა ბაკუგა, რომელიც არის 13 წლის გოგოების ოცნება და ტრაქში შემეტენე და ფეთქებადი ხასიათი მაგის დედას შევეცი და მიდორი. შენ გამოხლებდი, შენ სუპერძალაც არა გაქვს. მოიცადე, დედა ჩემი ძახის რომ მე მარტო არა ვარ ეგეთი და მე მაქვს სუპერძალა. რო ყოველ დღე ტირი ხარ ეგ არა სუპერძალა. მოიცადეთ რა, მართლა? წუხვარ, მაგრამ გონი თქვენ შვილს კიბო აქვს. მოგიტყავ. მოიცადეთ, სუპერძალა აქვს? არანაირი. ვაიმე? ხო, 100,000 ლარი გაქვს გადასახელი. მოგიტყან? ნუ თუ ჩემი ცხოვრება სულ იქნება ეგეთი მომაბეზრებელი და მოსაწყენი. კაი, ჩემ სიტყვას უკან ხედაში გადაღებას არ ვაპირებდი. საერთოდ რა მოხდა? შენ ძალიან მაგარი სუპერძალა გაქვს. ადამიანებს რო შეეტენო. მოიცა მე სუპერძალა საერთოდ არ მაქვს. მოგიტყა, რასაც ოდავიხარ. მოიცადეთ, რა ყლეხტება? შევიზე რა სიძახი. კარგი, გეთახვები, ყლეობა გამოვიდა, მაგრამ აქ ერთი შემოთავაზება კაი შენთვის. შენ არავის არაფერს არ ეუბნები და მე წავიდი. გონი ისევ დამაყლევეს. შეგიძლია დარწეწადოთ, მე ვერ შემაჭერებ. იმიტომ რომ მე ძლიერი ვარ, მაგრამ არავის არ მოკლავ, რამდენჯერმე დავარყავ, გადავაგდებ და მე ესეთი პოროტის ვარ. არ გამოვყლევდი ახლა, ჩვენ მართლა უძლურები ვართ. ღმერთო ჩემო, მან რა ბაკუგა არის და ის მთხოვს დახმარებას? მე ნორმალურად ვარ და არ მოხვიდი აქ თავს გწნობ უბრალოდ შენივრად. ო არა, მოითმინე კაჩან, მე მოვდივარ, აჰან დაიჭი შენი დედაც მოუთხა. შეგეცი, სკოლის ჩანთა, ჩემი კრიპტონიტია. არ გამოვყლევდი, ჩემი მუშტები თქვენთვის ხუმრობა იყო? ყველაფერი კარგადაა, დაიცით რატო? ჩვენ რა ყლევი? ეგ ვიღა ჩემი ყლეა. ხო, ყლეობა მოხდა, ვისაც მოუყვები არავინ არ დაიჯერებს. ხო, გამახსენდა მე მეგობრები არ ამყავს. ბიჭუნი, კაჩან? დეკუ, შეყლეო. იდი ნახვი. დარწმუნებული ვარ მეგობრულად იგულისხმობ. გაუმარჯოს, მე ვარ კომპანიიდან თავარი სუპერგმირების. გსურთ თავარი სუპერგმირი რო გახდე. ღმერთო ჩემო, კი? მაშინ შენი სხეული უნდა მოვამზადოთ. ღმერთო ჩემო, არა. ყოვლის შემძლე მე შევძელი. ზოგადად ეს პირველი დღე იყო, არა. შეგეცი. კარგი, 10 თვე გავიდა და მე ვფიქრობ რომ შემზადხარ მიიღო ჩემი სუპერძალები. აჰა, ხიე. მოიცა ეს თმა საიდანაა? ეს თმა თავიდანაა, მე მგონი. იტოქში ჩვენ გვექნება რამდენიმე მინი ქალაქები, სადაც ნამდვილი რობოტი მკვლელები ივლიან და სულ ყველაზე კიდია თქვენ თუ არ გაქვთ საბრძოლველო სუპერძალები, მან შეიძლება ნამდვილად დაიბრიდო. და ხო, გამახსენდა, თუ ეში ანაზღაურება გექნებათ 1000 ლარი. უკაცრავად შეიძლება კითხო. დიახ, თქვენ ხო არ გამოყლევ. შეგეცი UA-ში რომ მოხდა უნდა გავაყლევო რამდენიმე რობოტი. კიდევ კი მე ნორმალური სუპერძალა მაქვს და არანაირი ყლეობა, მაგრამ ვინც ჯერ კიდე შესამოწმებელი მაქვს და წავალ შევამოწმებ სხვაგან. მით უმეტეს მაკლეობაზე ქულებს არ მაძლევ. ანიმე უნდა იყოს ფასიანი და იმიტომ ჩვენ დავბლოკავთ ყველა არხებს და მერე დავადგებით იუთუბერებს. შენაბოზარო. მოიცადეთ რა ყლედ გავაკეთე მეგ? მოგიტყან, მე ვფიქრობ უსარგებლო რობოტის განადგურება, რომლის გამოც მე ნახევარი სხეული დავიზიანე, ცოტა არ იყოს, მაგარი ყლე იდეა იყო. და რო აყლეო, შენ ჩააბარ. მოგიტყან რა? რანაირად? შენ მან გოგო გადაარჩინე, როცა რობოტი გააყლევე. ჩვენ ხო სუპერგმირული აკადემია გვაქვს, აბარა ყლე გეგონა. რა, სერიოზულად, მე არ ჩემი მჩნევია, იქნებ გამიმართოს და მაგარი ნაშადს გამომიჩნევ. არა მგონია, ყველამ დაინახა როგორ ეგზე ძირს და ტიროდი. მოგიტყან. კარგი, პირველი დღე ჩემი ახალი ცხოვრების დაიწყო, მე მაქვს სუპერძალა, პოტენციალური შეყვარებული, პოტენციალური მამა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. გოგოები, რომელიც კატებს გავნან, ძალიან მწყვნელები არიან და თუ არ ერკვევი ამაში, მაშინ ჩაიჯვი და ხმა არ ამოიღო. სათვალებიანო ყლეო, მე ხმაც არ ამომიღია, შენ ხო არ გამოყლევდი რა, ჩემი ყლე გინდა ჩემსგან. მოგიტყან. ახალი მოსწავლე, იმედია შენს გიყვარს კატა გოგოების მოთხოვნა, განსხვავებულებისთვის კიდე არსებობს კატა ბიჭები, რომელი ირჩევნია? არა, მადლობთ, არ მინდა. ვა, მოიცადეთ, ეს ხო შენ ხარ? ხო, ვინც შენ გადაგარჩინა ეგ მე ვარ. ბიჭი, რომელიც ძირს ეგდო და ტიროდა და კიდე ჩაისვარა. არა, გეშლები ეგ მე არ ვარ. აქ მე ვერ მხედავთ ეს დედა მოტყნული.
გამარჯობა იდიოტებო, მე ვარ თქვენი კლასის დამრიგებელი და მინდა იცოდეთ რომ ეზიზღებით, იმიტომ რომ პატარა ხელფასი მაქვს და კიდე პენსიის აღება ამიგძალეს, იმიტომ რომ არ ვარ მოხუცი, ამის დედა შევეცი. ბოდიში მასწავლებლო, მაგრამ ჩვენ აქ როგორ გავჩდით? სადა, მოიცა, სად ვართ ახლა? ხო, ეთყობა სპორტის გაკვეთილი გაქვს და ეს ხო სუპერგმირული აკადემია, ასევე თქვენი სუპერძალებით ისროეთ ბურთები, შორს და მე ჩემ თავს გავათავისუფლებ. იქნებ ჩვენ? მიიჯვი, ბაკუგა, შენ პირველი ხარ. მეტეორიტის წვიმა. ვაუ, 700 მეტრი. ეგ კარგია? შენთვის არც ისე, ეხლა წადი და ბურთი ეძებე. მოიცადე, საჩხუბარო ქალაქები დაიჭით გამოცდებისთვის და სკოლაში კიდე რაღაც ყალე ბურთი? მოკეტე. მასწავლებლო, ეს ყველაფერი ხო არასამართლიანია, ყველას ხო არ გვაქვს საბრძოლველო სუპერძალები. მოიცადეთ, მართლაც იქნებ თქვენ სექსისტი ხართ? იქნებ რასისტია, აუტისტი, ან ანალისტი? მოიცადეთ, იქნებ ის პიდერასტია, ან კიდე ნაბოზარია. ჩაიჯვით, ვინც კიდე ჩემზე რამე თქვას, იმის დედაც მოტყავს. всё, აწიყლეზე მკიდია, დაგინებულია. ყველაფერი კარგადაა, დაიცით რატო? იმიტომ რომ გაკვეთილებიდან გვიშვებთ? არა. იმიტომ რომ აღარ გაგვახმოვანებ? სამწუხაროა, მაგრამ არა. იმიტომ რომ გეები იძახიან არას. აი უძავაკთ, ხო, გააჯვი ჩემი გაკვეთილიდან. ვაი, უკვე მივდი. ვახ, შენი ყლეკარები მოვტყან. იტოქში ჩვენ ეხლა დავდგავთ ერთ სპექტაკლს, სადაც სუპერგმირმა უნდა მოხსნას ბომბი და გაამუტელოს ბოროტ მოქმედი. ამ პირიქით, პირველები დაიწყებენ მიდორი და ბაკუგა, იმიტომ ცოტა არ იყოს მაგარი ყლეზე მკიდი ხართ სხვები. შეიძლება კითხვა დაგისვა, რატომაც არა? თქვენ ხო არ უბრალოდ რას გულისხმობდით? ანუ მათზე დავხარჯავთ 2 სერიალს და თქვენზე კიდე 2 წუთს. თუ მოგიტყვით, სამართლებრივი ხართ სულ ყველა. ხო, და სანამ არ დამოვიწყა, მართალია ნამდვილი ბრძოლა გვაქვს, მაგრამ ფრთხილად იყავით მაინც სულ ყველა. ზანაც არ შეხვიდეთ როლებში, ეს ხომ ჩვეულებრივი გაკვეთილია. თავარია ყველაფერი გააკეთოთ ზომიერად, იმიტომ რომ არ გვინდა რომ თქვენ მშობლებმა იფიქროთ რომ ჩვენ თქვენ გაზიანებთ და ცუდად ხტებით ჩვენს გამო, თუ რამე ეგ ჩვენ არ ვიყავით. ოპა, დეკუ, ცოცხალი ხარ, შენ მაინც მოგვიყევი რა მოხდა? მე უბრალოდ მაგრად შევუდე. გაზის ბალონს თუ რა? არა, კაჩანს. მაშინ გასაგებია. ბოდიში შეიძლება თქვენთან ინტერვიუ ავიღო? არა, რას იძახით, მე თქვენ ამოჭერდა იტყვის რომ პუტინი ყლიარიო და მე ბიზნეს პატივს არცემ. მე მართალია იაპონელი ვარ, მაგრამ რა ყლეთ მინდა ეგ პრობლემები. ჩაო, კაკაო. ყურადღება ბავშვებო, თქვენთვის გვაქვს სასწრაფო ამბავი. ვიღაცამ დედა მოუწყდა ჩვენი ტიტანის კარები და შემოიჭრა აკადემიაში. თქვენ უნერვიულობთ, ჩვენ ყველაფერს მალე მოვაგვარებთ. შო? ჩაიწერა? კარგი. დედა მოთქმული განიქეცით აქე და მალე მოუკვდებით, მე კიდე სიკვდილს არ ვაპირებ, მე კიდე ბანკში ვალები მაქვს და კიდე კრედიტი ლომბარდში. რა, არ გათშე? ხო. ვაუ, საკაიფო დედა მოუტყნა. ფიქრობ რომ უკვე დროა კამერები დავაყენოთ, რომ ვიცოდეთ ვინ ჩემი ყლე იყო ეგ. იტოქში დღეს გექნება ჩვეულებრივი გაკვეთილი, ყველაზე მარტივი ექსტრემალურ სიტუაციებში. მე ვფიქრობ რომ ყველაფერმა უნდა ჩაიაროს კარგად. ბოდიშით, მაგრამ ყოვლის შემძლე გამოა? რა დამიდექი გავპასაუყვები, წადი და იომე. არა, მეგობრებო, შეგიძლიათ არც ეცადოთ, მე თქვენთან არ ვაპირებ დიდხანს საუბარს. ერთხელ მე ეგრე გავაგზავნე საუბარი და კინაღა მომკლეთ. მოიცადეთ, რა ჯანდაბა მოხდა? გოდი აფეთქების გამო ყველა სხვადასხვა ადგილას მოვხდით, რომ მარტივად გაგვაყლევოთ. გონი ბრძოლა მოგვიწევს, კარგი, ვის რა სუპერძალები გაქვთ? მე ბაყაყის სუპერძალები მაქვს და ჩემზე ბევრი ჰენტაი კომიქსებია შეგვდელი. ჩემი გძელი ედის გაბო. იმედი აი გარ გავგვადგება. მოიცადე, ერთ-ერთ კომიქსებში ხო მეც ვიმყოფები. კარგით გავიარეთ. ზოგადად მე ძალიან ძლიერი ვარ, მაგრამ როგორც ერთჯერადი ჭურჭელი ვარ. მე კიდე წებოვანი ბურტების როლა შემძლია. აი თურმე რა სუპერძალა გქონია. ხო, აბა შენ რა გეგოდა? მე უბრალოდ მეგონა რომ შენი სუპერძალა არის რომ რაღაც ყლეობას გავდე. რაღაც ძალიან მარტივად გავუმკლავდით. იქნებ ჯერ კიდე მართლა გაკვეთილი გვიტარდება. ანარა. ყველაფერი კარგათაა და იცით რატომ? რატომ? ბოდიში ძმაო დაგვიანებისთვის, ეხლა უცებ დედებს მოუწყნავ. საკაიფო დამოწმინე შეჩება. რა საომიწექით ყვერებო? მოიცადეთ, მეორე სეზონისთვის აგროვე 300 ლაიქი. 300 ლაიქი? გონი არა. მაშინ რა ყლეთ ავდექით, ამას ჯობია გავაგზავნოთ ძილი.